4 რამ რისი გაკეთებას უნდა მოასწრო ახალ წლამდე. ხშირად წლის დასასრული გვაძლევს ისეთ შეგრძნებას, თითქოს და ბევრი გავაკეთეთ და ცოტა მივიღეთ. წარმოიდგინე, რომ 2025 წელი იყო ფილმი და დარჩა მისი ბოლო სცენა. შეგიძლია ეს სცენა დატოვა უინტერესო, ან კიდე გააკეთო ისე, რომ მაყურებელმა მხურვალეტაში დაგიკრას. მოქმედება 1. შეწყვიტე 1 იანვრის სლოდინი. როგორც კი შენ საკუთარ თავს ეუბნები, რომ რაღაცას დაიწყებ, ახალი წლიდან, პირველი რიცხვიდან ან ორშაბათიდან მაშინვე აგებ. თუ რაიმეს გაკეთება გაქვს გადაწყვეტილი, მაშინვე გააკეთე. რომ სპარასკევის 13 რიცხვი იყოს. მოქმედება 2. ჩართე სიჩუმის რეჟიმი. არ მოუყვე არავის შენი გეგმების შესახებ. როცა ვინმეს უყვები შენი გენიალური იდეის შესახებ და პასუხად გესმის, ვა, რა მაგარი აზრია. ხშირ შემთხვევაში ტვინისთვის ეგეც საკმარისია, რომ დანებდეს. იმიტომ რომ უკვე პატარა აღიარება მიიღო. არ ვიცი შენთან როგორ მუშაობს ტვინი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ესეა, ამიტომაც ბოლო 2 გრანდიოზული მიზანი რაც შევასრულე, სანამ რაღაც შედეგი არ დავდე, არავინ გაიგო მის შესახებ და თითო მიზანი 30000 ლარი დამიჯდა. ამიტომაც დაანახე ხალხს შენი შედეგები და ნაკლები ისაუბრე. მოქმედება 3. დაფარე ვალები. არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ემოციურიც. ყველა კონფლიქტი, არაშესრულებული დაპირებები, არანათქვამი ბოდიშები. ახალი წელი ამ ყველაფერს თავისით არ გაანულებს. მოქმედება 4. მიხედე სხეულს. მინიმუმ საბაზისო ანალიზები მაინც ჩააბარე, რომ შეავსო დეფიციტი. ის რომ ჯანკ-ფუდი უნდა შეზღუდო, მეტი იმოძრაო და მეტი წყალისვა, რა თქმა უნდა, ეგეც შედის სიაში. 2026 წელს მთავარი ვალუტა გახდება ენერგია. ამიტომაც ისწავლე აღდგენა ხარისხიანად. გაუზიარე ეს ვიდეო შენს მეგობარს, ვისაც გინდა საუკეთესო ახალი წელი ჰქონდეს.